დახოჭე თვალები, ჩაისუნთქე ღრმად, ამოისუნთქე, ისე დაინახე საკუთარი თავი, რომელიც ძალიან მარტივად აბარებს გამოცდას, იღებს უკვე ხელში უჭირავს მართვის მოწმობა და როდესაც დაინახე როდესაც დაინახავ ხო საკუთარ თავს, მერე მითხარი 1-დან 10-მდე რამდენად გინდა ეს ყველაფერი და აი შენი ქვეცნობიერი რა ციფრს დაგანახებს. 1-დან 10-მდე რამდენად მზად ხარ ამ ყველაფრისთვის და რა ციფრს ხედავ, აბა მითხარი? 100. და 1-დან 10-მდე რამდენად იცი რა უნდა გააკეთო ამ ყველაფრისთვის? 70-დან 80-მდეა. ნოლები თავის ეწერება. არა უშუალო, ნუ ასე თქვა 8. კარგი, სხეულში სად გრძნობ აი ამ წინააღმდეგობას, რომ რაღაცა გიშლის ხელს და არ იცი და ვერ არკვევ რა გზას უნდა დაადგა, რა ნაბიჯები უნდა გადადგა. აი ამ ადგილას, შუაში. სადღაც გულთან. კარგი. ჩაისუნთქე ღრმად, ამოისუნთქე და წარმოიდგინე, რომ ეს რაღაცა გამოვარდა შენ წინ, დაინახე 1-3 მეტრაში, შეხედე. ის ქვებს რო ეძახიან ეს ბრტყელი დიდი. როდესაც ამას უყურებ რა, გონებაში რა მოდი? მე თვითონ მაქვს ცუდი სიბრაზის შეგრძნება მაქვს, აი მაგას რო უყურებ ახლა რა. მოდი, აბა აი მაგას გაყევი წარსულში და ეს რა სიბრაზე არის, აბა რა სიტუაციას ამოგიგდებ? ბრაზობ რო არ ვუჯერებ ჩემ დას. მენტი რო ჩემი და მეუბნება რომ შენ შეგიძლია და მე რო არ ვიღებ სიტყვებს და აი მაგაზე ბრაზობ რა. წარმოიდგინე რომ წახვედი კიდე უფრო უკან, სადაც აი ეს სიბრაზე, აი ეს ნეგატიური განწყობა და ეს ნეგატიური შეიძლება იყოს ესეთი დასკვნა რომ რაღაცა მეტი შემეძლო და არ ვქენი, სადაც თავისუფალი ხარ ამ ყველაფრისგან. და აი იქ როდესაც დაინახე საკუთარი თავი, აი აქ როგორი ხარ, როგორი შინაგანი შეგრძნებები გაქვს, აი შედის. ლაღი დაუფრინა, როლიკებით დავსრიალებ წინააღმდეგ. ეხლა შეაბიჯე საკუთარ თავში და შეიგრძენი ეს მდგომარეობა და აი სხეულში სად გრძნობ ამ სილაღეს? თვალებში. მე წარმოიდგინე რომ აი ამ ენერგიით ამოყავი თავი აქ და ახლა. ეხლა იცი რა მაინტერესებს? წეღან მქონდა სხეულში სადღაც გულთან შეგრძნება, რომ რაღაცა ის სიმძიმე. კიდე გაქვს ეგ შეგრძნება? არა. ეხლა ამ ენერგიით მინდა რომ გადაავიჯო მომავალში, აი წარმოიდგინე რომ შეავიჯე შენს მომავალში და აი როდესაც ესეთი პოზიტიური წვენაწარმოდგენით მიდიხარ და იღვიძებ ყოველ დღე, დაინახე რა იცვლება შენ ცხოვრებაში და რა არის სხვანაირად. სილაღისგან და ენერგიისგან დავფრინავ. სწავლის მიმართ როგორი განწყობა გაქვს ამ შემთხვევაში? არ ვებრძვი ჩემ თავს რომ ვიმეცადინო. არ მაქვს ყოველდღიური ომი საკუთარ თავთან. არ ვეძებ მიზეზებს რომ ავიცილო. მაინტერესებს მინდა სიახლე, მინდა ახალი ინფორმაცია, მინდა მივიღო და ვისწავლო გამოვიღე. რამდენად იცი რა უნდა გააკეთო? რა ნაბიჯები უნდა გადადგა? 0-დან 10-მდე რამდენია აბა ეხლა? 100. ისევ 2-0-ით ვხედავ. შენიერი. რა არის სხვანაირად? დაწყებაზე როგორ იყავი და ეხლა როგორ ხარ? ჩემი თავის მიმართ რომ მქონდა გამოუთქმელი და ისეთი სიბრაზე რა ბრაზდებოდი რატო ესე და რატო სხვანაირად არა, მივხვდი და გავაცნობიერე რა. და ეს ჩემთვის დიდი შვებაა, რომ მიხვდები მიზეზი საიდან არის და თან ისეთ მომენტში რომ ამოჩიჩქნი, რომ აღარც გახსოვს და ვაფშე რომ ვერც წარმოიდგე. ეხლა მაქვს მაგალითად მონდომება. და თითქოს რაღაცები ჩემ ტვინში გამარტივდა.